მადლობები ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო ხალხო. დავიწყოთ ახლა ახალი სერიის გადაღება, ვაგრძელებთ თამაშს. და მომდევნო ნაბიჯებზე აუცილებლად ველით ან ერთ ქალაქზე ან მეორე ქალაქზე საკმაოდ ბრიტების ძალიან დიდი სტეკების შემოტევას. და აქ როგორი ის მაქვს. შეიძლება ითქვას, რა ვიცი. არის რაღაც თეორიული შანსი ახლა ამ შემთხვევაში აქ მე მგონი მოგების და მოგერიების. დადარჩენის სხვა უფლის ანაბარად უნდა იყვნენ დატოვებულები, იმიტომ რომ ფიზიკურად გულითაც მინდა, მაგრამ ვერ ვახმარ ვერავის ვერაფერს ამ შემთხვევაში. აქ როგორც დავტოვეთ ისე არიან, ისევ ესპანელები, ესპანელებმა გამირთულეს ძალიან საქმე. მოკლედ შეგვიძლია რომ ვიმხიაროთ ძალიან მაგრადაა და მე კიდე ხა თან მეორე ნაწილი პარტიზანული მოძრაობის შექმნა გადავწყვიტე. გამოვიყვანე ხა ნელ-ნელა აი აქ აგენტებს, საიდუმლო აგენტებს, კვლელებს, კაცის კვლელებს. როგორც ნებოთ ისე დაარქვით, რომ აი აქ დივერსიული საქმიანობები დავიწყო ამ ქალაქებში, რომ მოხდეს ამბოხება, მე არმიები გამოვყოლოს სანამ პირდაპირ წავა ეს გლობალური ომი ჩვენ შორის. ეს ქალაქები ავიღო ხოლმე მე, ამათ წავართვა და თვითონ იტალია მალევე გავაერთიანო და დავაკარგინო ამათ ერთ სიტყვით ეს ქალაქები, რა ამას აუცილებლად გავაკეთებ. და ერთ სიტყვით მოდი ახლა გამოვტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი. აქ საიდუმლო აგენტები გამოვიყვანოთ, ასევე გამოვიყვანოთ დიპლომატი. და რა ვიცი გამოვტოვოთ ნაბიჯი რა. და როგორც მოსალოდნელი იყო ზევით თან იმპერატორია ეს მარკუს იულიუსი ქალაქში ჩაკეტილი და არ უნდა წავაგოთ არანაირად არც ერთ შემთხვევაში. ამათ რა ისინი იყო. მე მგონი საბრძოლოებლებით ამ ბრძოლა რო იცოდეთ ხოლმე ესე ძალიან საშინელებაა. მაგიტომ ფასობს ხოლმე საერთოდ ეგვიპტური და პონტოს არმიები ყოველთვის და ბრიტანელებიც მეტნაკლებად მაგით ფასობენ ხოლმე. ერთი სიტყვით კავალერია ერთ მხარეს ცენტრალური ერთეულები ქალაქის ცენტრში როგორც ყოველთვის. როგორც წესია ხოლმე, როგორც ვიწყებ ხოლმე აქ მე ბრძოლას. ბრძოლა იქნება საკმაოდ მძიმე ქალაქის დაცვისთვის. და იქ დავაყენოთ კიდე ერთეულების ერთი ნაწილი ზურგის დასარტყმელად. ესენი კი რამდენად ივარგებენ საერთოდ ყველაფრისთვის რა გითხრათ. ჩვეულებრივი მაწანწალების ჯგუფია, რომელსაც უწირავს შუბი და ფარი. ნაცვია რაღაცა ტყავისი ის ხო? ესეთი ისინი რა. ზევიდა. დავიწყეთ მოკლედ.
შემოუგრიეს კედლები, კარები და ეხლა შემოიწყებენ შემოსვლას ძალიან მალე. Стены больше не принадлежат нам. Враги захватили. Თუ დავიჭირეთ ის სარდალი, ხო, ან ერთი ან მეორე. ყოველ შემთხვევაში კავალერიით არის, იმიტომ რომ კავალერიას დედას უტყნავენ ხოლმე, რასაც ქვია რა. ქვეითებს კიდე ვერ უშვებიან თან გრძელად გეჩი, სადაც ისეთი სახსარი აქვს, რომ ესე იარონ წინ და უკან. რაღაც სისაძაგლეებს აკეთებენ ხოლმე იმით. ამ საბრძოლო ეტლებით. ჩერიოტებით, ასე რომ ვთქვათ. და ნახე როგორ საძაგლად შედიან. ეხლა შეიძლება რომ მოტრიალდნენ კედლების გავლით. დიო ცოტა პატარას დავარტყათ. სპეტარაზე. ნახოთ აბა რა ეფექტი იქნება. ეს ერთი და ნახე ეგრევე დაავალ. ორი მხედარი ჩემი ცხენოსნები. ამასაც კარგად ეთირესდეთ და აი როცა ანუს ესეთი ის არა აქვს ადგილი რომ იარონ წინ და უკან და რაღაც ხო ასეთ შემთხვევაში ოღონდ შიგნით არ უნდა შევიდნენ ხო ძალიან შიგნით კედელში შეყვნენ ფაქტიურად ისინი გამოვიყვანოთ სასწრაფოდ უკან ესე არ გვაწყობს მაინც უკან გამოვიდეს გენერალი ამათი რა უკან გამოიწია ხა კიდე დავარტყათ წესდი ხო აი ეს არის უკან ის საბრძოლოელი ეხლა რჩება რამდენი ხო 41 Вражеский полководец убит. И сейчас его люди боятся вас. Настало время форсировать атаку. Акад საბრძოლოების მიღება კანონი ახცია ცენტრში. Надбურებენ იმერეთ რა, ილუმებით. ხელჩართული ბრძოლისთვის განკუთვნილი ორგანიზებული ძალებით შემოვიდნენ და შეღებილი კელტები, ბრიტები, საკმაოდ ძლიერი ტიპები. მოდი ხა იმპერატორი მაინც გადავაძვიროთ, გარეთ დავაყენოთ დანარჩენი კავალერიით სადაც შეტევა ჩვენ. და ვარ მოვიდეს. შეხების ხასთან სიახლოვის დროს. ამათი საქმე არ მგონია მაინც და მაინც კარგად იწავლა ისე რა. და ზუსტად დაერხევა კიდეც მე მგონი მთლიანი ის რა. ბრიტანულ ძალებს მატადი გზედაც არის გადმოსული მთელი იმის მასშტაბით. და მე ხოლმე ვიცის რა. და კუნძულზე გადასვლა და გამეფება უკვე დანარჩენი ძალების მიერ. კიდე მეორე მოუკალი. ეგონია ამათის გენოციდს მოუწყობ ხა ცოტა ხანში. ძალიან შეიძლება.
გენერალი არ უნდა დაგეკარგოთ. თითქმის მთელი არმია გარბის ტოტალ. აი. ნახეთ გენერალი კიდია დარჩენილი. ეს სახიფათოა ცოტა ეს ხომის. უნდა მამათ უნდა გავიკიდო სულ ამოწყვიტოთ თითქმის. როცა ეს გარბია Посмотрите на укрепление. Стены пали и боги пали. Сестикаци როგორ გავის. შვილდოსანი საბრძოლოებელია. Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните. Саме დაიღუპა კიდე ამათი გენერალი რუსტამი. ასულაც ისახელებით. იწმინდა განადგურებას. ხეთარია ის ხალხი. ვერ გაუგიეთ საიცარი. Это момент 2007-409. Нумансия, პორტის ბლოკადა, ეს კარგი უქენი აქვს, რომ გავაჩერე ეს ფლოტი. ხა ისევ წავალ, ნელა. იმედია რომ მივასწრებ 1 2 3 4 და ესეც მე-5. აი ესე მოვასწრებ აუცილებლად კი. ესე მოვიდა. პრეტორიანელები გამოვიდნენ და აი ეს შვილდოსნები მეყავს კიდე ძალიან რა. ძალიან კარგი შვილდოსნები არიან. შეიძლება რომ ჩაყადაყლაპო რა, ესეც საყვარელი ისინი არიან, რა ვიცი. ეხა ეს აგენტი შეუშვათ კაპუაში. ნელა. აქ ავაშენოთ ტაძარი, როგორც დიდი ტაძარი, როგორც ვიძახდი. და დანარჩენი ფული რას დარჩა მოვახმაროთ არმიის აღდგენა რეგენერაციის საქმეს. ესეთი მშვიდოსნები აქაც გამოვიყვანოთ. ერთი ერთეული. თუ ერთი წუთი ჯერ არ გვინდოდეს. ცოტა მძიმე მდგომარეობა გვაქვს. აღვადგინოთ ხოლმე. ძალიან დასუსტებულია აქ პოზიციები. ამ ქალაქს აქტუალყა შემოვარტყავ. იმედი მაქვს ეს ესპანელების ეს არმია წამოვა უკან. აქ გზელდება. ეხა ესენი სასწრაფოდ უნდა გადავსხო კიდონიაზე. ყოველ შემთხვევაში აი ეს ძველი გასტატები ვინც არიან. ეთილი საქმეების გასაკეთებლად. ფლოტიც აქ არის. ეს არ მაწყეს ეს ქალაქი და ეს კუნძული კრეტა რო დავიგავ. ნამდვილად.
ბრიტანელები სავარაუდოდ აგერ როგორც თქვი მოხსნეს ალყა და წამოვიდნენ უკან. Атаковать врага! Осаждаем поселение, господин! მეორე მზვერავი შეუშვათ რომში. აგერ საერთო წესრიგი დაბლადაწია ნახე რამდენით 5+5.5%. საი ძალიან ცოტა. აი ამ ქალაქებში ახლა მე სადაც ვარ მაქვს 100% ნახეთ. და აი მისკილი პოპულაცია +3.5 მაგალითად. ეხლა კაპუაში რა ხდება? წესრიგზე არა გვაქვს ინფორმაცია იმაზე არა გვაქვს ეხლა შეუშვათ აგენტი. ვერ გაკაჩა ესე იგი დაიჭირეს და უთხრეს საქციელი ეგრევე რა. კარგი არა უშავს. მეორე აგენტი ეს რომში ვით შევიდა ეს ცოდოთ გამოვიყვანოთ. Мы не можем сделать это, господин. და ლიოს 50% ნახე რა ვაიწია. წესრიგმა. აქ რა ხდება? მეგონი დროა რომ ესენი გამოვიყვანოთ გარეთ. აი ეს დიდი არმია თუ გავანადგურია მათ საქმე იქნება დამთავრებული. ბრიტანელებმა მოგონს იახსაც ალყა მოხსნეს. შემთხვევაში დაუშვა რა გალების ტექს ყველა შემთხვევაში წამოვლენ ესენი თუ თვითონ წამოვიდნენ რა თქმა უნდა არა სიმაღლეს იკავებენ. ამარიცია რომ ეხლა მენაკლებად მაინტერესებს ფრონტალური მთლიანი შეტევა პირდაპირ. მეძე რა აუცილებლად ვიმუშავებ მაგაზე რომ გენერალი მოუკლა შესანიშნავია ჩავთვალოთ რომ ამათ თავის საქმე გააკეთეს უკვე. მთელი არმია წამოვიყვანოთ აი აქეთ ეს
გარკვეულწილად ეხა სიმაღლის დაკავებაზეც მიდის კონკურენცია და ბრძოლა. იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში სიმაღლე ბევრ ამის განაპირობებს საბრძოლო სიმაღლის დაკავება. და კავალერია ვერ მოაჯგუფეს. ხაგონია თამაშობს. Байкца. Он бежал от врага. რაც შეტაკება მოხდა. გავაქციეთ. შეგვიდა. შეიძლება რომ პირდაპირ გავანადგუროთ ძალიან მარტივად ესენიც. ეს საკმაოდ პროფესიონალური მომენტები არის. მიუხედავად იმისა, რომ ებრძვიან გენერლის გარეშე საქართველოსია ამათი გაქცევა ზონის ველიდან. ისინი გაიქცნენ, წავიდნენ, ტაქტიკურად დაიხიეს უკან და ისინი გავაქციეთ. $1952 ლოგოდუმს ცადოთ რომ დავიბრუნოთ უკან. Ходов больше нет, господин. Полководец.
Да, капитан. Разделить войска. Высаживать. ну არსად არ ვიჩქაროთ ეხა ამას Император. Атаку. ადრე თუ გვიან ავიღებთ Осаждаем поселение, господин. Поселение в осаде, господин. Вот готов. Готовьтесь к атаке. Победа! Победа! Ставить паруса! Ваша честь. Шпионы. Ходы сделаны, господин. გამოტოვოს ნაბიჯი ამას პრიცხო აქ უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და ცდილობენ რომ შემოაჩერონ Вы меня знаете. Я истинный римлянин. Я ведь... Филипп, я Филипп, я... Филипп. Отряды. Только нижние рожайте. Отряды. Стройте. Вражеский полководец убит. И сейчас его люди боятся нас. Настало время форсировать атаку. ხედეს კიდეც მაგრამ ეხლა მოდიან ჩვენი გენერლის სენი ფაქტიურად ალყაში აღმოჩნდა. Ну, კარგი პოზიცია უჭირავთ, მაგრამ მაინც გაიქცა. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты. Они просто пуганые кролики. უკანასკნელი მოჰიკანებით გარბის ახლა. მიხედეს ძალებმა. Победа! და ესპანელებთან როგორც მოსალოდნელი იყო. საშინელი ძალები ყავთ უყურეთ მობილიზებული ნახეთ. 1 2
დავიხიოთ ერთი ნაბიჯი თუკან ამ შემთხვევაში. Выходим из боя. Флот не может Мачера. доплыть туда. Господин, Сашина, я не могу. Господин, я не могу. Ваша честь. ვერც ეს ვერ შევიდა. Полководец! Атаковать врага! Господин! Император! Господин! Император! Полководец! Вперед! Сады сделаны, господин! Император! Атаковать врага! Приказы? Император? Полководец? Господин? Император? აი ხა ამ რესურსით მე თუ მოვახერხებ, Император? დარჩენილი ქალაქიც რო ავიღო. ამათ რჩებოდ ფაქტიურად მარტო აი აქ სანაპიროში ერთი ქალაქი, მეორეა იქ ბრიტანეთს ბელგიაში, ჩრდილოეთში. და აქ ჯერჯერობით რა ვიცი, იცავენ ამ ქალაქს. ისე აი აქ შემილია ახლა დავატყა ამათ. არა. ეს ხმაწვილიც აქ არის ისევ. დავიხიოთ უკან კიდე ერთხელ. Приказы? Император? Готовьтесь к бою! Осаждаем ну გუდუმში საკმაოდ კარგი ძალები მოთ შეგრებილი, კაი გარნიზონი. Население в осаде, господин. Приказы? აი აქ რა ხდება? ერთ გადაბრუნებაში ვნებდება. Дать моих приказов. ამათ ეხლა თითქმის არა აქვთ საერთოდ შანსი. Отряды! Бросить снаряжение! Отряды! Быстро! საერთოდ უშანსოთ არიან დარჩენილები. Отряды! Наемники готовы. ну პრინციპში ესენი უკვე შეუძლიათ რომ დასაკეთონ, ხო? დაქირავებულების დიდი ნაწილი. სამოთებიც. ბარბაროსებიც. თავისუფლად გავიმეტოთ, იმიტომ რომ დაქირავებული მეომარი ჯდება ძალიან ძვირი. და არც იმდენად დიდი ის არა აქვთ კიდე საომარი ის რა წარმატება. ეს მაკედონელების მეფში ძალიან დიდი ერთეული, ძალიან დიდი თანხლები, ცხენოსნებით.
65 ჯერი. თითქმის ყველა გაიქცნა ეს რადგან ბასტარდები და შეიძლება სანამ აპაში მოიქცე Вражеский царь бежит. Поистине, это великий день для Рима. უკალით Приказы выполнены. ვერ მოახერხეს აი წარმოიდგინე კარები ავიღეთ Был убит. ხლა ხომ მაინც ჩაგაძაღდა Будем надеяться, что его мясо не отравит бедных стервятников. კიდე უკან დავიხიოთ. ესენი კიდე ცოცხლები არიან, ტრაგიელები. აქცია განადგურდა. ბოლო ქალაქი ავიღიან.
მათი დასაყრდენი. Господин! Так, რა ხდება ეხლა? Уходим! ცოტა სიმაღლე მთასთან გავჩერდით სადმე და ამათ მივხედავ მე ორივე სტექს. უბრალოდ ცოტა მოხერხებული პოზიცია მინდა. გამოვიყვანთ კიდე ზვერავები. Ваша честь. Ваша честь. Ходы сделаны, господин. Արտემიდასთან ძალიან დავანგრიდოთ. და დავაროთ ესე ნაგებობები. Господин! გერმანელები რაღაცას წვალობდნენ წერა. საკმაოდ დიდი ლაშქარი ბრიტების. წამოვიდეთ მაინც ალყაზე მე ესე ვფიქრობ. Приказы! Полководец! Император! Атаковать врага! Осаждаем поселение, господин! Поселение в осаде, господин! Господин! ქალაქი ფაქტიურად დაუცველი მაგრამ ღია. Да, капитан. Да, капитан. Да, капитан. Ходы сделаны, господин. Господин! როგორც მოსალოდნელი იყო. Мое тело! Отряды по моему приказу! Отряды! Уходим! Отряды! Марш! Враги привели на поле боя еще людей. ეხლა ვაკეთებთ პატარა ეშმაკობას. და ვამტკიცებ ტოტალვარის ყველაზე უფრო დიდ სიბანძეს რაც შეიძლება კონდეს ამ თამაშს და იმისა რომ ძალიან მიყვარს ის გამო რომ გეზიზღებოდეს გიჩვენებთ
დაზომბირებულები მიდიან მაინც თითქოს რაღაც ის არის მიზიდულობის წერტილი იქით პოზიციისკენ. იგივე საკეთებენ ესენაც. რამდენად გაუძლებენ ამ ყველაფერს ჩემი პოზიციები ნახოთ. წავიდესოლები. შუბიანი ტიპები, საბრძოლო ერლების წინააღმდეგ ეგრევე გამოვიყვანოთ. ისინი ძალიან სახიფათოები არიან, მოკლა სარდალი. Вражеский полководец убит. Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. Ესენი დაუბრუნდნენ თავიანთ პოზიციებს. Вражеский полководец убит. И сейчас его люди боятся вас. Настало время форсировать атаку. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты. Они просто пугары и кролики. კიდე ერთი წინვალი გამარჯვება. იმპერატორის საგლობით. ეს ძალები შემოაბრუნეს, რა თქმა უნდა, მოუშვეს. მოდი ვიომოთ ესეც. ვიომოთ ისევ ამარსებული იმით რა ტაქტიკით. კავალერია ყავს ძალიან ცოტა. თითქმის არ.
იარა და ისხავთ რა სამძულოებლები და ეგ ძალიან დიდი ის უნდა იყოს ალბათ ჩემი მხრიდან ესე ვფიქრობ უპირატესობა თუ სწორად გამოვიყენებ რა თქმა უნდა ეს მეორე კონცეფტი შეიძლება სწორად პროცენტული მოჩვენებელი 21%-ზე დახოცილი მტრის და ჩემი ძალების 22-23 შეიძლება ითქვას ბრიტანელებს უსრი გავავლენ რა ძალებით გადმოყვანილი ყავდათ კონტინენტურ ნაწილზე ევროპის უსრი გავავლენ გენერალისაც წავიდა ვერ გავიგე ნელ-ნელა ასათესაც ეცედება და რუის ოის განსაცდელის მოახლოვება საპირე მაინც ვერ გავიგებ თითქმის მოგებული გქის ბრძოლარების ისრული თუ არ გავაკეთე ის უკან მოვიდა საინტერესო კაცი ძალიან ზე არ გამოვა მეგობარო აი შენ სამოდი დიდი სიჩქარის გამო ცხენოსნების ერთი-ერთეული დავგალია
საღლების გაშუღებას ვერ მოასწრეს ისი გარბია. გაგვეყოფა თავდაცვის მისიაში გომა. პატარა ჯგუფილა გარჩევა სამადგურებელი. Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. Это момент. მოკლედ აი ესე რა მეგობრებო, როგორც ხედავთ ეს სერია ჩემი სრული დომინაციით წარიმართა. ქსენატმა მომანიჭა პრეტორად გავედი, კვესტორად გავედი. დამაწინაურეს ასე ვთქვათ. ნაგერ ვისო აგერ უკვე ორი ჩემი ის არის სენატის საერთო თანამდებობათა რიგში შესული და სციპიონები დომინირებენ და ჩვენ აქ რა ხდება სენატის დავალებას მე მგონი შევასრულებ ახლა. Готовы поднять паруса. Да, капитан. ამათმა პორტებმა ძალიან შემიშალეს ხელი ერთი სიტყვით საშინად. და მოკლედ რა ხდება რა? ესე უბრალოდ დღეს მორჩით გვიყოფა რა. რა ვიცი. კაც პანთეონი ავაშენეთ, შესანიშნავი. მე ერთი ლამაზი რაღაც უნდა გაჩვენოთ, ყველაზე ძალიან ეს თამაში კიდე რის გამოც მიყვარს. შეიძლება რომ შეხვიდე და ქალაქების სილამაზეები პირდაპირ დაინახოს შიგნით. ეს რომ შეაუშვოთ ისე შევიდა მშვენია ალურად და ის შპიონაში ისინი რა თავისი სკილები კაცმა აქ ხა ვაშენ დიდი პორტი აქ ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლები მიდის აი ამ ადგილას ჩავაყენებ ხა ამათ მე აი პატარა ადგილას აი ესე დაველოდები ამ ჩემოტევას
უკვე ყველა მიმართულებაზე თითქმის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. აქ დავამატოთ მომდევნო ბრძოლებისთვის მოვემზადოთ და დავამატოთ 2 ლეგიონი ფერმონში. და აქ ჩრდილოეთში რაც ხდება ეს ტრირი წავართვი და დარჩა ამასთან აი ეს ერთი ბელგიკური ქალაქის მოროლისის ტერიტორია ასავები და გერმანელებს ფაქტიურად საწარმოები იყო ძალიან დიდი ნაწილი წავართვირა და ერთი ქალაქი თუ დავკარგე ახლა არასაკმარისი დაცვის გამო არა უჭირს მირჩევია რომ აი აქ ქალაქები გავწირო მაგრამ აი აქ გავიმტკიცო სამოვლოდ ბოლომდე მდგომარეობა ზურგში სამაგიეროდ აქ ესპანელებს დიდი ალბათობით დავამარცხებ და მერე უკვე შემომიდი ეს და მოდი გავაკეთოთ მაშინ ესე რა რამდენი ბრძოლით არის დატვირთული ეს ვითამაშოთ მომდევნო ხელში ეს ალბათ უკანასკნელი ძალები ყავთ შეყრებილი აი ამ ქალაქიდან გალებს ხო ნამდვილად ესია დღეს აღარ ვიბრძოლებ ამ ბრძოლას ერთი სიტყვით ხიარულ ნოტაზე დაგიმშვიდობებით მეგობრებო. უყურებთ ვიდეოებს გამოიწერეთ არხით და დაელოდეთ ძალიან მალე მომდევნო ვიდეოს. კარგად და დროებით.